რა არის შმორლის თიაქარი? შმორლის თიაქარი არის მდგომარეობა, რა დროსაც მალთაშუა დისკის სხეულის პატარა ნაწილაკის შეჭრა ხდება მალის ღრუში, ზემოდან ან ქვემო მხრიდან. ეს მდგომარეობა განსხვავდება ჩვეულებრივი თიაქრისაგან, რადგან ამ დროს უფრო ნაკლები ზეწოლა ნერვულ სტრუქტურაზე და ტკივილიც შესაბამისად ნაკლებია. რა იწვევს შმორლის თიაქარს? შმორლის თიაქარს იწვევს ხერხემლის ხანგრძლივი ვერტიკალური დატვირთვა, მაგალითად სიმძიმეების ტარება, სწრაფი ზრდა, ხშირი ტრავმები ან ზეწოლა ხერხემალზე, ოსტეოარტროზი და გენეტიკური მიდრეკილება. შმორლის თიაქარი ხშირად მიმდინარეობს უსიმპტომოდ, მაგრამ შეიძლება განვითარდეს ტკივილი წელის, გულმკერდის ან კისრის მალების ადგილას. შეიძლება ადგილობრივი ტკივილები იყოს ყრუ ხასიათის. ასევე შეიძლება ტკივილი გამოიწვიოს ხანგრძლივი დგობის დროს. იშვიათ შემთხვევაში კი შესაძლებელია მოძრაობის შეზღუდვა. შმორლის თიაქრის დიაგნოსტირება ხდება ხერხემლის რენტგენოლოგიური კვლევით, კატ კვლევით და MRT კვლევით. რითი ვუმკურნალოთ შმორლის თიაქარს? როგორც გითხარით, უმრავლეს შემთხვევაში ის არ საჭიროებს არანაირ ჩარევას, მაგრამ ტკივილის დროს ეფექტურია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, შეუდარებელია ფიზიოპროცედურები, მაგალითად ლაზეროთერაპია, მაგნიტოთერაპია, ხოლო თუ ტკივილი არ აწუხებს პაციენტს და დიაგნოსტირებულია შმორლის თიაქარი, იდეალურია სამკურნალო ვარჯიში. პროგნოზი შმორლის თიაქრის დროს. შმორლის თიაქარი იშვიათად იწვევს სერიოზულ გართულებებს. რეგულარული თერაპიით და ადეკვატური ფიზიკური აქტივობით ტკივილი უმეტეს შემთხვევაში კლებულობს. სწორი მართვით ის არ წარმოადგენს საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისათვის და შესაძლებელია ცხოვრების ხარისხის შენარჩუნება ტკივილის გარეშე.